ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ბატონ ნიკა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა TBC-ის საქმით დავიწყოთ, მაქვს რამდენიმე თემა კიდევ, რომელზეც მინდა დაგისვათ კითხვები, თუმცა TBC-ის საქმე ეს არის ოპოზიციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები, არა მხოლოდ თქვენი პარტიის, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებისაც ეხება თითქმის მთლიანად TBC-ის თემას. აი 26-ში იქნება პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის ხდომაზე ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ვიზიტი, მას არ აქვს უფლება რომ ამაზე უარი თქვას და სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძეც მიიღებს ამ ხდომაში მონაწილეობას. ეს არ იყო თქვენი უშუალოდ ინიციატივა, ეს იყო ევროპული საქართველოს უმცირესობის ინიციატივა. თუმცა თქვენც არ ხართ წინააღმდეგი კი არა და ბუნებრივია ეთანხმებით ამ ინიციატივას. რას ელით თქვენ აი ამ გარჩევისგან, რომელიც გაიმართება პარლამენტში მომავალ კვირას? მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, უარის თქვის უფლება არ აქვს ახალი რეგლამენტის თანახმად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მაგრამ რამდენად საბოლოოდ თანხმობას განაცხადეს მამუკა ხაზარაძე, იმედია ეს საკომიტეტო მოსმენა შედგება. მან თქვა რომ ის მზად არის მოვიდეს პარლამენტში და იმედია შედგება, აუცილებელია და ფიქრობ არ გადაიფიქრებს რა. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, სად თუ არა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენით მართა სიცხადე შევიტანოთ ამ საქმის ფარგლებში. ხა არ უთქვამს, რაც არ უნდა ვიყოთ გადაფარებული და ვალდებულებად თვლით თავს რომ დავიცვათ. ხა წარმოვიდგინეთ ბატონო ხაზარაძე, წარმოვიდგინეთ ხა ოპოზიციაც რომ აკრიტიკებდეს. ჯერ არ არის გასაკრიტიკებელი, მაგრამ დაუშვათ, აი ნამუსური გავუწყვეტოთ და ხა ოპოზიციამაც რომ იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება წარმოუდგენელ ქმედებებს ჩადის მის წინააღმდეგ, ივანიშვილის ბუნება როგორია, იცით, ის აკვირდება საზოგადოებრივ განწყობებს რა. და იქ ოპოზიციას თუ აგინებს ეხლაც ამ ბატონ ხაზარაძეს და იქ ჯაფარიძეს, მართლა არ მიკვირს ეხლა ერთხელ თქვი და იგივე აზრზე ვარ. მომენტს ელოდება ივანიშვილი რომ ამენაირად ამ ბრალი წაუყენოს, ან კიდევ უარესი დააპატიმროს რა. ამას კითხავთ აუცილებლად მაგრამ ის რომ კითხვები გაჩნდა ხაზარაძეს მიმართაც, ხო, რომელზეც პასუხი ჯერ არ გაცემულა. მაგალითად რა კითხვა გაგა? აი ნახე, პროკურატურა რომ ის არ არის თანამწვავე, თუ უბრალოდ იმ ტრანზაქციასთან დაკავშირებით რა შედავება, გამოდის ატარებს ბრიფინგს, პირველი ბრიფინგი გავუსურდათ, მან მარტივად რომ ახსოვოთ რომ გადავღალოთ თქვენი მაყურებელი. თქვა რომ ერთი დღით ადრე 16 თუ 17 მილიონ ლარზეა ხო საუბარი მამუკა ხაზარაძის ბანკმა კრედიტის სახით მისცა ფული მის მეგობარს და ამ მისმა მეგობარმა მორიგ კალენდარულ დღეს უკან დაუბრუნა თანხა ბატონ ხაზარაძეს, ანუ გააკეშაო და ამას მისცეს კვალიფიკაცია ფულის გათეთრებისა. ამ მწურავი პასუხი და დამაჯერებელი თავიდან ბოლომდე პასუხი რომ ყველა სკეპტიკოსიც კი გაჩუმდეს და ანუ თქვენს გაქვთ კითხვის ნიშნები ამის. არა, მე დარწმუნებული ვარ, ხა ახსნი ლეცები. მე კითხვის ნიშნები არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნა ხალხო, ეხლა 10 წლის წინანდელი საქმე თუ არის დაუშვათ კანონდარღვევა, მაინც პოლიტიკური დევნა? მიუხედავად იმისა, რომ იურისტები ამბობენ, რომ მაშინ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა ეს არ ყოფილა და რეალურად რომ ყოფილიყო, ეს იყო გადაცდომა და ფულის გათეთრება არ შესაძლებელია იყოს, ხო, ნებისმიერ საქმეში არა ფულის გათეთრება, ხო, ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროთ, თავად ხაზარაძე ჩვენს ხელფეხი გაგვეხსნას და უბრალოდ განცხადება რომ არაფერი არ დაურღვევიათ თქვენთვის არ იყო დამაჯერებელი, რაც ბრიფინგზე გააკეთა მან და ბადრი ჯაფარიძემ ის. იცით რა, ამ წუთის მდგომარეობით მოდით ახლა სიმართლე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელმა 7 წელიწადმა ძალიან ბევრი აპრიორი აფიქრებია რომ მამუკა ხაზარაძე არის მართალი. გამიგეთ? აი ბიძინა ივანიშვილისამდე რო არ დაგროვებულიყო აი ამდენი პრეტენზია ამ წლების განმავლობაში. მართლა გეუბნებით, არ მოგვისვენი, ანუ არ საუბრობს, მაგრამ მე ვიცი დაახლოებით რატომ არ საუბრობს ბატონი ხაზარაძე დღემდე და არ ვამტყუნებ. ვინაიდან იგი არის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე TBC ბანკის, იცით რომ ბანკი ვაჭრობს და დასდო ბრალი მათ ფულის გათეთრებაში ერთ დღეში 51 მილიონი ფონდი დაკარგა. თქვენი ლოგიკით ივანიშვილი რასაც ეწინააღმდეგება ყველაფერი ცუდია? ივანიშვილის წინააღმდეგაც არის და ვის წინააღმდეგაც არის ცუდი კი არა, უკაცრავად კარგია ავტომატურად, ანუ ავტომატურად თუ ივანიშვილი ვინმეს რამეში ადანაშაულებს, ის უდანაშაულოა? ამ ლოგიკას მიყვებით ხოლმე. პრაქტიკულად ასე გამოდის. პრაქტიკულად არა, ხო მე ეს უმაგრებს ჯერჯერობით ზურგს
ბატონ ხაზარაძეზე მეც ჩვენ საუბრობთ, ეხლა თქვენს თქვენი ლიდერიც ძალიან მწვავედ საუბრობდა ხაზარაძეზე, ძალიან მწვავედ ბანდიტებს ეძახდა ბანკებს ორ ბანკს განსაკუთრებით. საპროცენტო განაკვეთებზე გაგვიკრიტიკებია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარი საბანკო ოლიგარქია დაფუძნდა და ბანკები არიან ორიენტირებული საპროცენტო განაკვეთებით მოუმატონ და არა დააკვნა შემდეგ. მაგრამ, როდესაც აურაცხელი რაოდენობის საქმეებია გამოუძიებელი, ნინო, გამოუძიებელი, აგერ გუშინ წინ რომ მოხდა და რომ ვიცით და მაინც არ იძიებს და შვილმოკლამამებზე ახლა ამ შემთხვევაში აღარ ვსაუბრობ ყველაფერს და უცბად გაახსენდა 11 წლის წინანდელი საქმე და ძალიან შორს ვარ იმაზრისგან რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბავი შეიტყო თუ არა პროკურატურას თუნდაც აი არაფორმად როგორც აკეთეს გადაურეკა და უთხრა რომ ეხა ჩაატარეთ ბრიფინგი. რა თქმა უნდა ამას უძღვოდა წინ დაწუნებული ვარ მოლაპარაკებები მასთან და ამაში მე ვამტყუნებ ბატონ ხაზარაძეს ნამდვილად და მე ვთქვი ერთხელ ეთერში, იმიტომ რომ თავად ბიძინა ივანიშვილს თუ მოусმენთ, მან თქვა რომ ჩხარტიშვილი და ხაზარაძე მასთან სახლში საქმის გასარჩევად დადიოდნენ. ხო თქვა თქვენც მოისმენთ, ხო? კი ბატონო, უბრალოდ ეს რა პერიოდი იყო ზუსტად არ უთქვამს მას და წინა საარჩევნო პილოტურამდე შემოდგომა. არა, რა პერიოდში ხდებოდა ეს ამბავი არ ვიცით ჩვენ ზუსტად და ნუ სავარაუდოდ უკანასკნელი წლების განმავლობაში და ივანიშვილმა თავს უფლება მისცა რომ მიეტანა ის იერიში, რომელიც მიეტანა, იმიტომ რომ რა გაფიქრებინებთ რომ ეს არის ივანიშვილის იერიში? ერთის მხრივ ჩვენთან ითვლება რომ აი ივანიშვილს სხვისი არაფერი არ ჭირდება, თავისიც ბევრი აქვს, სხვისი ბანკი არ უნდა, იმიტომ რომ თავისიც აქვს და პორტის აშენება. ასეთი ლოგიკა იყო სხვათა შორის უმრავლესობის წევრების მხრიდან, რომ მას რომ ინტერესი ქონოდა ამ პორტში, თუნდაც ანაკლიის პორტში, უმრავლესობაც მისი იყო და მთავრობაც მისია და ის აიღებდა ანაკლიის პორტს, თქვათ, ხო? მასთან დაახლოებული. მოდით რაღაცა ვიკამათოთ ამ ამაზე მიუხედავად იმისა რომ მოდი ასე ვთქვათ თავის დროზე რა უშლიდა ივანიშვილს ხელს რომ წაერთმია პორტი წაერთმია კი არა საერთოდ თვითონ დაეწყო ეს პროექტი და დღეს TVC-ის ბანკის ყიდვა თუ კვირიკაშვილში ეჭვი არ ქონდა შეტანილი კი ბატონო ეხლა მოდით სიმართლე უნდა ვთქვათ ტიბის ანუ მამუკა ხაზარაძე ვერ აღმოჩნდებოდა ანაკლიის პორტში რომ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლების ნება, ხო? და მაშინ ვინ იყო, ნუ რეალურად პრემიერ-მინისტრი, ხა ნომინალური იყო, ასე იყო თუ ისე იყო, ნუ ეკონომიკური მიმართულებით ამ ადამიანს ჰქონდა თავისი წონა. მაგრამ არც ისე ნომინალური ყოფილა და კვირიკაშვილმა შეუწყო ხელი ბატონ ხაზარაძეს მის მეგობარს დიახაც ყველაზე წარმატებულ ერთ-ერთ ბიზნესმენს თავის შემქმნელს მართლაც და თვითკმარს და თვითყოფად ბიზნესმენს, რომელსაც ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, გაკოტრების შედეგად კი არ უშოვა მილიარდები, როგორც ივანიშვილმა იშოვა რუსეთში და როდესაც როგორც დიდდებოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაცა გაკოტრებოდა რაღაცა ინდუსტრია და უცბად ხელში ჩაიგდედა რომელიმე ცალკეღებული ერთი პიროვნება და მე იშოვს მილიარდ. ამ ადამიანმა მართლა 90-იან წელს წვალწოლად იშოვა, მაგრამ კითხვა მაინც ალაშია თქვენი ხელობის ეჭვიანობა პირველივე ეტაპზე შეეძლო ივანიშვილს არ უნდა და ახლა აღმოაჩინა რომ უნდა ეს სპორტი თუ რასთან გვაქვს არა კი ბატონო თავიდან ბოლომდე ეჭვიანობა ამის თქვას ვთქვი რა ეჭვიანობა დაიწყო ჩემი აზრით ხო აი რომ მოусმეთ ბატონ ხაზარაძეს მე კიდევ უფრო მეტი დასვენების გაკეთების საშუალება მოგვეცემა იეჭვიანა ნამდვილად მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებით რომელიც ჩამოუყალიბდა ბატონ კვირიკაშვილს ხო ხა ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოსული იყო და იმ შეხვედრაზე მეც ვესწრებოდი ბატონ იუსუფაშვილი იყო შავგულიძე იყო ბატონ ბაქრაძე და მე როცა ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდა ხო ძირითადი ორი საკითხი ქონდა დემოკრატიულ ფასეულობებზე საუბრობდა და ანაკლიის პორტზე აი პენსი საუბრობდა ანაკლიის პორტზე დაკავშირებით მას შემდეგ როდესაც წავიდა კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მას ჰქონდა პრივატული შეხვედრა ოფიციალური მის რანჩოზე ანუ პენსთან კვირიკაშვილზე იეჭვიან ეს ხო ახალი არა გავი იეჭვიანა რეალურად ჩათვალა ივანიშვილმა ჩათვალა რომ ჩემი კოლგის ქვეშ ანუ ჩემი გავლენის ქვეშ ეს ადამიანი ნენელა გადის ბატონი კვირიკაშვილი და მიდის ხაზარაძესკენ ხაზარაძე ეს არ არის რაღაცა ფულის მეპატრონე და ორი მაღაზიის მეპატრონე ეხლა წარმოვიდგინეთ მხოლოდ აი ბოლო ერთ კვირაში ხაზარაძე თავინაირად ეს 10% წინი ფობელია და დაკარგა 50 მილიონი
ფუნტი. მარტო ერთმა ადამიანმა ხარ ძალიან ასობით მილიონი მარტო TBC ბანკში მას აქვს თუ არ ვცდები 105 მილიონი ფუნტ სტერლინგის ციფრები ამ მომენტში არ გამაჩნია. არა, ზუსტად ვიცი გადამოწმებული და არ გამითვლია, მაგრამ მე რა მინდა მილიონობით დოლარისა და არ ვიცი ხა კიდე ფუნტის აქტივის მფლობელი ადამიანი, ანუ მეორე სიმდიდრით ადამიანია და იეჭვიან, აქედან დაიწყო მთელი უბედურება ბატონი ხაზარაძე. ძალიან საინტერესო რამბრძანეთ, რას საუბრობდა ის ანაკლიის სპორტზე, ანუ ამერიკისთვის და დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია ეს პროექტი თქვენი განცხადებით. ეს არის პროექტი, რომელიც არ დამალულა, არ დაფარულა არავისთვის, რომ არის გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, უმნიშვნელოვანესი. ახლა წარმოვიდგინეთ, და ბევრმა არის ის და მოდი თქვენ ეთერშიც ვიტყვით, რა, რატო საუბრობენ ღრმაწყლოვან პორტზე, ღრმაწყლოვანი პორტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ხო, იმიტომ რომ უნიკალურია რა, არ არის ახლა საქართველოში კი არა, ნუ რეგიონში არის რა თქმა უნდა და ამის კონკურენტი ხდება. ახლა ნოვოროსიისკში ხშირად ნოგვისმენია. კი ბატონო, ამაზე უკვე ბევრი ძალიან დიდი გემები ვერ შემოდის, ფოჩი რო შემოდის, ახლა გემი დავსატყურში ვერ შემოდის, დიდი გემი თუ შემოდის, ჩერდება ზღვაში და პატარა გემით მიდიან და თვითონ უკან მოვაქვთ, ხო? და ეს არის როგორც სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით და როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით უნიკალური ისტორიული პროექტი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებს როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორ სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდი ინტერესი აქვს. აქ არის ივანიშვილის ამოცანა რუსეთის ფედერაცია გააფიცეთ ყველაფერს. აი რუსეთის ფედერაცია რას აკეთებს? ბუმბულს არჩევს ეხლა და უყურებს. ეხლა 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოპოვების პროცესს ხაზარაძის მხრიდან არა რა თქმა უნდა. ანუ ეს რუსეთის მხრიდან ინიცირებული პროცესებია თქვენი. არის რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ. ეხლა თუ ფართოსურათს შევხედავთ რა ხდება და ეჭვ ამეყარება. აი გაზპრომის მიმართულებით გააქტიურდა ჩვენი ხელისუფლება და წარმოუდგენელი წინადადებით გამოვიდა, რომ გაზი უნდა ვიყიდოთ რუსეთისგანო. და ხსნიან თითქოს დივერსიფიკაცია საჭირო, ანუ აზერბაიჯანიდან გაზი რო დაგვაკეთესო, აგერ რუსეთისგანაც უნდა ვქონდესო. რაც პირდაპირ მიმაჩნია რომ არის ღალატის სოლფასი. ამაზე საუბარი დიადაც პარლამენტში თქვა. კი ბატონო, ვიცით ეკონომიკის ეხა ვიდეო საუბარი 2 საათის წინ აპატიეთ ეს რომ თქვა საპატრიარქოში ეხა ნუ ალბათ აგვიხსნის საპატრიარქოს ადმინისტრაცია ისეთი ადამიანები იყო წარმოდგენილი მაგალითად უახლოესი ადამიანი იანუკოვიჩისა რომელიც რადასწევრია ასევე უკრაინაში და მას გულისხმობთ იყვნენ წარმოდგენილი დღეს შეხვედრა გაიმართა ჩამოვიდნენ კიევიდან რუსეთის ეკლესიის ეპარქიის კიევში წარმომადგენლები და გამართეს შეხვედრა რასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა ისევ რუსეთის ინტერესების უკრაინასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ანუ ნახეთ სამი ფრონტი გახსნეს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული, ზოი გაზპრომმა წამოწია თავი და ეხლა ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც არათუ არ აღიარებენ უკრაინის ავტოკეფალეს, რამეთ კატეგორიულ წინააღმდეგი არიან და მეტიც უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არიან და ეს ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან ქვეყანაში და მართავენ წარმოუდგენელ შეხვედრებს. საით ვიყავთ საუბარი ბატონ ნიკა რომ ეს ყველაფერი ჯამში თქვენ რამდენი ბატონო არ არის მარტო ეს ყველაფერი ჯამში რას ნიშნავს რომ საქართველოს რაღაცნაირად რუსეთისკენ მიდის თუ რას გულისხმობთ? რა თქმა უნდა ამის მცდელობა ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გვიწევს ცხოვრება რომ რუსეთს თავის ასე ვთქვათ თავარ დოკუმენტში უსაფრთხოების დოქტრინაში ერთ-ერთ თავარ დოქტრინაში უწერია რომ ამ რეგიონში რომელშიც ჩვენ ვარ წარმოდგენილი მან გავლენა არ უნდა დაკარგოს შავი თეთრზე უწერია და ეს ვიცით დიდი ხანია კი ბატონო რა თქმა უნდა ამას აკეთებთ ეხლა არ არსებობს ჩამოშლილია ხელისუფლება რომ თუნდაც წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის მართა რომ თუნდაც ეხლა აი ერთი წამი და ამოვიგდოთ რაღაცა პოპულისტური განცხადებებში რო არ ჩამოთვალოთ მაყურებელმა ბიძინა ივანიშვილი არ მიბაკეროთ ერთი წამი რუსეთის ინტერესების გამტარებელ ადამიანად მაგრამ ვთქვათ სიმართლე გზად არის ეს ადამიანი და მისი ხელისუფლება წინააღმდეგობა გაუწიოს ძირგამომთხელ საქმიანობას რუსეთის ფედერაციისა ეხა ელემენტარული კრიზისი ვერ დაუძლებიან პარლამენტში საკუთარ თქვენ როგორ ხედავთ TBC-ის საქმის განვითარებას? რო შევაჯამოთ, აქ არის ეს ბიზნესი, შესაძლოა მოხდეს ამ ბიზნესის წართმევა. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციას? ეხა თქვენ ვიცით რომ 20%-ია წილი ხაზარაძეს და მის მეგობარ ჯაფარიძეს. ხა წილს ვერ წავართოს, ეხა თუ არ აჩუქა, ხო, მაგრამ ფაქტია რომ ჩამოშორება უნდა
TBC ბანკის სამეთვალყურო საბჭოს მართვის სადავეებიდან. და იქამდე შეიძლება ბიზნეს ევანიშვილმა მიიყვანოს და დამასრულებლად იქამდე შეიძლება მიიყვანოს რა შეჭირდება ბოლომდე კონტროლქვეშ აიყვანოს ფინანსური ნაკადები TBC ბანკის ხელისუფლებამ, რომ მისი ადამიანი იყოს წარმოდგენილი. დღეს საქართველოს ბანკში ბიზნეს ივანიშვილი მენეჯმენტში არის ბიზნეს ივანიშვილი. რითი შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ? სიჭორები არსებობს, მეცვენია, მაგრამ აი რითი შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ, რომ საქართველოს ბანკი არის ივანიშვილის ხელდასმული? არაფერს არ ეთქვის. მამუკა ხაზარაძე არის მართლაც გამორჩეული ადამიანი, წარმატებული ბიზნეს ბანკი ცნობდა. კი ბატონო, საქართველოს ბანკს არ ყავს ესეთი გამოკვეთილი სახე, მაგრამ თქვენ რა ინფორმაცია? მენეჯმენტში თავი და ბოლომდე არის ის ადამიანი, თავარი ადამიანი, ვინც არის კონტროლქვეშ ბიზნეს ივანიშვილის ისევე როგორც ეროვნული ბანკი ხარ. რომან გოცირიძესთან რომან გოცირიძე როდესაც იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვერ გიორგი ქადაგიძე ხა ყველაფერი დაუშვით შეიძლება ვიღაცამ დააბრალოს, მაგრამ ხა ბიზნეს ივანიშვილის კონტროლქვეშ ვერ არ იყო გიორგი ქადაგიძე და არც რომან გოცირიძე ვერ იქნებოდა, ხო ბუნებრივია. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის მოქცეული. მოკლედ ჩემი აზრით მამუკა ხაზარაძეს აქვს ერთადერთი გამოსავალი რა. მან უნდა თუნდაც დროებით სამეთვალყურო საბჭო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს დროებით მაინც, ანუ ყველა ფორმალური თანამდებობა განზე გამოდგეს და რეალურად ამას ითხოვს პრინციპში ეროვნული ბანკი და რეალურად არა რატომ იცით, იმიტომ ამით სარგებლობს ივანიშვილიც ამით სარგებლობს, იცით, შეზღუდულია ხელფეხ შეკლულია ბატონი რომ გადადგეს ის მაინც დაკავშირებული განცხადებები აკეთოს 355 მილიონი 355 მილიონი დაკარგა ერთ კვირაში. მას ის დანარჩენი 80%-ის ფლობელი პარტნიორები ამ TBC ბანკში ცოტა ხანში აუცილებლად ეთყვიან, ჩემო მამუკა და ჩემო ბადრე, ეხა საერთოდ არ მაინტერესებს შენი პოლიტიკური ასე ვთქვათ პრობლემები საქართველოში და მოდი რა, ეხა ამ სამეთვალყურო საბჭოდან გაიწია, ამას ეთყვიან და შენ თქვენს ეთყოდით, ნინო. შესაძლებელია მეც ვთქვი, ანუ მამუკა ხაზარაძესთვის მარტო ბიზნეს ივანიშვილი არ არის დღეს პრობლემა. რომც გადგეს ფორმალურად გვერდით, ის ხომ მაინც TBC-თან იქნება ასოცირებული და ყველა მისი განცხადება ხომ მაინც TBC ჯგუფთან იქნება ასოცირებული და თქვათ ეს ხომ ბანკს მაინც არ დაიცავს დარტყმებისგან. თქვენ როგორ ხედავთ? წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იქნება ისევე ხელფეხშეკული, როგორც არის დღეს. ჩანს ადამიანს გონიათ ეხა შეიძლება მას აქვს სურვილი და უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთოს და უფრო მეტი ნათელი მოფინოს ბევრ საკითხს, მაგრამ ვერ აკეთებს ამას. ეხლა წარმოვიდგინეთ, იგი ანგარიშვალდებული 13% აქვს ეხლა TBC ბანკში წილი მხოლოდ და დანარჩენებს აქვს 87. ისინი ეტყვიან ჩემო მამუკა ეხლა ან ესე მოიქეცი, ან ესე მოიქეცი. იმ დღეს ბრიფინგი რო ჩაატარა, მე დამჭერს თავიჭილება რომ ის მოსახლეობას კი არ ესაუბრებოდა. ესაუბრებოდა მის პარტნიორებს. რომ შემშვიდია ჩვენთან, ყველაფერი რიგზეა, დაალაგდება. თქვენ ბძანეთ რომ ისინი ყოველდღე უნდა ელოდნენ დაპატიმრებას ხაზარაძე და ჯაფარიძე. დაპატიმრება ეს ხო იქნება ძალიან რეზონანსული. როგორ ფიქრობთ ხელისუფლება შეიძლება წავიდეს ამაზე? რეზონანსული არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ვინაიდან და რატენაც დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ეს შეტევა წარმოიწო პოლიტიკურად მოტივირებული რაღაცა კონკრეტული გაწერილი გეგმის თანახმად. ამაში დარწმუნებული ჯერ ქონდა მას არაფორმალური მცდელობები ამ ბატონებთან, მაგრამ ამ ბატონებმა ხედი არ დაუხარეს როგორც ჩანს და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ შუამავალი იყო აქ ბატონი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი. თუმცა ის უარყოფს და ხაზარაძეც უარყოფს რომ მცდელობა იყო პრესკონფერენციაზე მან ეს უარყოფს. რა სიტყვის ეხლა რა სიტყვის ასე უარყოფს ხმობები რა, მაგრამ დახურულ წერილში ორი ადამიანი. ეხლა ნახეთ აი რო არ გამოგვივიდეს ასპეკულაციები ხა. თავად ივანიშვილმა რა თქვა ხახლა ხო გავიხსენეთ, სახში გაურჩიეს საქმე. და ხაზარაძე არის დღეს თუმე ივანიშვილისთვის კრიმინალი და ჩხარტიშვილი არის უკეთესი უპილესი ადამიანი? აი და ამავე ლოგიკით, ხო, დღეს თავისუფლად შესაძლებელია ჩხარტიშვილი წინააღმდეგ აღიზრას არაერთი სისხლისმღერლის საქმე. კი ბატონო, რომელი უფრო ბავშვად იცის რომ მთელი ანაბრებია სახში წაღებული. ხარტიშვილი უფრო დემონიზირებული ბიზნესმენია და ბევრად უფრო შევაჯამოთ ეშინია პირდაპირ თქვა ხაზარაძეს ცოტად რო გვაქვს ამინდა სხვა ფილმებზეც კი. აი ბიზნეს ემოციები, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან სერიოზული სოციალური კაპიტალი და
ანუ მოდი ჩამოვყალიბდეთ, ხაზარაძის ეშინია როგორც პოტენციურად ფინანსურ და ძალის ცენტრის, უნდა პორტის წართმევა უბრალოდ და ბანკის წართმევა, უბრალოდ რუსების დავალებით ძალიან ისე რომ ვთქვათ უხეშად უტრირებულად გეოპოლიტიკური რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესს ახორციელებს. პორტში ხაზარაძე არა კი ბატონო არა არც ერთ ვერსიაზე არ გამოდის. ანაკლის პორტში ხაზარაძე ნიშნავს რომ უახლოეს წლებში იგი კიდევ უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო მდიდარი ხდება. ეს მარტივია, ეს ბიზნესში შენეროთ იცის. დღეს თუ ხაზარაძეს დაუშვა. ხაზარაძე არასოდეს არ ჩარეულა პოლიტიკაში, ის 25 წელია ბიზნესში და საერთოდ არ ჩარეულა. მომავალში რატო შეიძლება ვინმე შეეშინდეს რომ ის პოლიტიკით დაინტერესდება. კარგი, იცი რომ სამ დამოვიწყო, ეთაღაცას მინდა ხაზი გაუსვა. ძალიან არ მიკრის, რო გითხრათ მიკრის, არა უბრალოდ მინდა თქვა, აი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი კვირიკაშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ამ პროცესებში, ნორმალურია, რომ დღემდე არც ერთ განცხადებას არ აკეთებს. ჩვენ თუ საუბრობთ, ეს არის სახელმწიფოებრივი პროექტი, რაღაცა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასე შემდეგ, და ამბავი ატეხილი იწყება და მთავრდება თქვენი გადაცემას და ნებისმიერი გადაცემაც ამ თემით. ბატონო, იმედია გამოჩნდება, თუმცა ბატონიკა, მე ვrჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ისტორიაში კადრს მიღმა და საინფორმაციო სივრცის მიღმა იმდენი რამ არის დარჩენილი და რომ ამ ისტორიის მონაწილეები, მათ შორის კვირიკაშვილიც თუ დაიწყებს ლაპარაკს, მოუწევს ძალიან ბევრი რამის თქმა, მათ შორის შეიძლება ისეთი რაღაცების თქმაც მოუწევს, რაც მისთვისაც არ იყოს სასაცილო. შესაბამისად, ყველა დეტალს ჩვენ ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. მინდა გითხრათ, მეც მაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა და რამდენიმე საჯარო განცხადებისა, რაც გაკეთდა ბატონი ხაზარაძის მხრიდან, მაინც მიმდინარეობს კულისებში ეგრეთ წოდებული ჩალეჩი ბიძინა ივანიშვილთან დალაგებისა. ნუ აი ხედავ ამის თუმცა ამის მიუხედავად თქვენ მაინც სოლიდარული ხართ ხაზარაძეს. არა, მამუკა ხაზარაძის მიმართ და არა ცალკეღებული ერთი ადამიანის მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს პატივისცემაზე, რომ თავისთავად მან შექმნა, ხო? მართლა ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ასე ვთქვათ, ჩამონგრების შემთხვევაში გვინდა არ გვინდა საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და თავარი ბიძინა ივანიშვილი თუ გუდავს დღეს მამუკა ხაზარაძეს და თუ დაამარცხებს და მიწასთან გაასწორებს და გაასრისავს, დამიჯერეთ ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის. დიახაც, პრაგმატული მოსაზრებები, ყოველთვის თავი დავანებოთ, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუჭერდი მხარს ისევე როგორც დღეს, ეხლა ეკაბესელიას შემოტანი კანონპროექტს უჭერთ ხარს, ხო ეხლა 4 თვით წინ რო გეთქვათ, ალბათ არც მკითხავდით, ეხლა და ვუჭერთ, ხვალ კენჭის ხე იქნება, დავაჭერ გიგონს და დაუჭერ მხარს იმ პროექტს, რომელიც შემოგ ეკაბესელიას. ცოტა დრო გვაქვს, მინდა მოვასწრო რამდენიმე კითხვის დასმა, თქვენს პარტიაზე მინდა დაგისვათ კითხვა, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ნუ რაც ხდება ქართულ ოცნებაში ხედავთ პრინციპში დიდი არეულობა, თუმცა თქვენს პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, ანუ დაახლოებით ასეთი, რომ შიგნით მიმდინარეობს დუღილი, ასე ვთქვათ, და გადალაგება, არ ვიცი, რაღაცას ეძებთ პარტიის შიგნით, რაღაც ახალ განლაგებას თუ არ ვიცი, რაღაცა სიახლეს თვითგანახლებას თუ არ ვიცი, ძალიან კორექტულად ვსაუბრობ. რა ხდება დღეს თქვენი პარტიის შიგნით? ბოლო პერიოდში რაც ხდება, არის ის, რომ რა თქმა უნდა საპარლამენტო გუნდი მუშაობს, აკრიტიკებთ რაც შეიძლება ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილი პარალელურად მუშაობს ამსტერდამიდან, ხან ლიეჟიდან და ასე შემდეგ. ის იქიდან მუდმივად არის ხაზზე, მუდმივად წევს რაღაცნაირად ტემპერატურას. აი, ცოტა ხნის წინ მან თქვა, რომ ხალხი ჩემგან რაღაც მოქმედებას მოელის, სხვანაირად ქვეყანა უბრალოდ იღუპებაო და მოკლედ ეს ისეთივე შეგრძნება, თითქოს შენი შვილი იღუპება, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დღეს თქვა? არა, რამდენიმე დღის წინ კრიმ TV არის ეგეთი ინტერნეტ ტელევიზია, მას მისცა ინტერვიუ და საუბრობს, მაგრამ თქვენი მომხრეებით გარკვეულწილად იმედგაცრუებულები შეიძლება დარჩნენ დროთა განმავლობაში, რომ რეალურად არაფერი არ ხდება მათთვის საინტერესო პროცესი არ მიმდინარეობს. დაგეთახოთ პროცესი საინტერესო არ ხდება, რა თქმა უნდა, ხა ცოცხალი ორგანიზმია, პოლიტიკური გაერთიანება და დიახაც დუღილი ხდება და ძიებაშიც ვართ უკეთესი გამოსავლისა და ბევრი სხვა მიმართულებითაც მუშაობთ, ხო? მეტიც ხა ვცდილობთ რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს ყველა ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ასაგებია 20 პარტია თუ 21 პარტია იბრძვით ოპოზიციურ პარტიებთან.
კი ბატონო, და არა მხოლოდ მათთან, ხო? არა მხოლოდ მათთან, თუნდაც აი ეს საკონსტიტუციო დაკავშირებით ყველა ოპოზიციურ განწყობილი პოლიტიკური პარტია ვართ ერთ ფორმატში. და ვიზიარებთ იმას, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომდენო მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, ვადამდელი იქნება თუ ასე ვთქვათ, მორიგი არჩევნები იქნება, თუ ჩვენ სწორი სტრატეგია შევიმუშავეთ და მიზანი რა არის ეს სწორი სტრატეგია? სწორი სტრატეგია არის მაქსიმალურად მჭიდრო კოორდინაცია ყველა პოლიტიკურ რეალ ოპოზიციურ პარტიასთან. დარწმუნებული ვარ, ბიზნეს ევენიშვილის შანსი არ იქნება. იქნება ეს ვადამდელი თუ მორიგი. მე რა მინდა კითხოთ როგორც ჩას მე კითხვა ვერ ამის იცით რატო? ვერ ჩამოვაყალიბე კითხვა როგორც ჩას. ძალიან კარგად ჩამოვაყალიბე. როგორი სიტუაცია არის? სააკაშვილი რაღაცა დღის წესრიგს გვთავაზობს იქიდან. განცხადებებს აკეთებს, აი თქვა რომ ამ წელს რიგარეში არჩევნები გარდაუვალია. ხან ემიგრანტთა რაღაცა კითხვას დავასრულებ. ძალიან ხმამაღალი დასახელების გაერთიანებას და ფორუმებს თუ შეკრებებს აკეთებს ემიგრანტებთან. ხანდახან თქვენი ლიდერებიც ჩადიან იქ, მაგალითად ვაშაძე იყო ლიეში ჩასული, ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში აი მე მიჭირს გავარკვიო, ანუ მისი დღის წესრიგი ავტომატურად არის თქვენი პარტიის დღის წესრიგი, ანუ მივიღოთ როგორც ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, თუ როგორ არის ეს ამბავი, აი თუ შეიძლება ეგამეხსენო. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც მე არ ვეთანხმები ხშირად, არის საკითხები, რომელშიც თავიდან ბოლომდე ვეთანხმები, ხა მაგალითად თქვათ ემიგრანტებისგან რაღაც ტალღის დაწყება ერთად სახში და ასე შემდეგ. ეს პარტიის დღის წესრიგია ესეც, აი ემიგრანტებთან ერთად სახში ასეთი აქცია. მიხეილ სააკაშვილის ამაღა ქვეყნიდან გაგდებული ადამიანია, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოსვლის და მან პარტიის ლიდერია, ხო, არაფორმალურად გამოიწყო ქვეყნის მიღმა და უამრავი ასეთასობით ადამიანი საქართველოს მოქალაქე არის ქვეყნიდან ზოგი მართლმსაჯულებით გასული. სამართლებრივი დევნის გამო და ზოგი ეკონომიკური სტრუქტურის გამო, მაგრამ არის ბელეტრისტიკა, როდესაც შეიძლება ემიგრანტებმა იმღერონ ჟუჟუნაწვიმა ერთად, მაგრამ არის პოლიტიკური ქმედება, გეგმა, სრული კონსოლიდაცია საჭირო. რა არის ეს? სად არის ბელეტრისტიკა? სადაც რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად ექნება დიდი როლი ამ გაერთიანებაში. მაგრამ გაერთიანების გარეშე პირდაპირ გეუბნებით, ეხლა არც არავის მინდა შეცდომა შევიყვანო, არ გამოვა. თქვენ მიდიხართ გაერთიანებას. არ გამოვა სხვა არაფერი. არჩევნებისთვის მიდიხართ გაერთიანებისკენ. არ გამოვა სხვაგანაც არაფერი და ვინც არ უნდა დაждდეს. აი, ვინც არ უნდა თქვას, რომ იცით რა, ეხლა 10 პარტია ოპოზიციური ცალკე ფრონტით ეხლა გაშლის ბრძოლას და იქით ქართული ოცნება ძალიან გაჭირდება. გასაგებია. ნახეთ თავისთავადაც რომ თქვენ ახლა 5 წუთია საუბრობთ მიხეილ სააკაშვილთან, ეს რაზე მეტყველებს, რომ დღესაც ძალიან და იქნება მომდენო ძალიან აქტუალური პოლიტიკური ამბის შემქმნელი, მაგრამ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გარეშე არის შეუძლებელი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის რაღაცა ერთპიროვნული ლიდერობითაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაც გაჭირდება რა. მე მგონი გასაგებია საჭირო არის ძალიან საინტერესო. საჭირო არის. ანუ აი ზუსტად გაერთიანება ფართო ოპოზიციო. სადაც ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. ძალიან მსხვილი, ასე ვთქვათ, და დიდი აქციების ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, არ ვარ დარწმუნებული რომ შეძლებთ დღეს აი ამ მომენტში ამაზე მიპასუხოთ, აი დაახლოებით გამეცით უკვე პასუხი, ამიტომ თქვენ მგონი სწორად გაიგეთ ჩემი წინა კითხვები. ანუ თქვენ საით მიდიხართ? ანუ მთელი თქვენი პარტიის აქცენტი გადატანილია იმაზე, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ შეიქმნას რაღაცა ოპოზიციური გაერთიანება. ამას შედეგი გამოიღო, ნინო, ხო დავინახეთ ჩვენ. გასაგებია, მე სხვა რა მინდა გამიხარდებოდა ეხლა რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებში და მის ქმედებებში ეს არ იკითხება. ეს არ იკითხება. რომ მას იმიტომ რომ იგი იყო ინიციატორი გაერთიანებაში. ხა მე არის განცხადებები, რომელსაც ეხლა მეც რა ვეთანხმები, არის განცხადებები, რომელსაც ის არ მეთანხმება, მე ხდება ლიდოვაშაძეც არ ეთანხმება. მიხეილ სააკაშვილს ნორმალურია ეს პროცესი, ნორმალურია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს წარმოუდგენია ბოდიშგაწყვეტინა, ისევ თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნება, ის ასეთ რაღაცა ხატებებს და სიტუაციებს. ეს ამბავი რეალობა არის, სხვა რეალობა არის. ასე უნდა დაბრუნდეს, ვიღაცა ტახტი გაუმზადოს და დაბრუნდეს. თვითონ არის ინიციატორი და იყო ინიციატორი ფართო გაერთიანებული ოპოზიციური პლატფორმის შექმნისა. თვითონ იყო. და თვითონ ეს
ჩემზე კარგად იცის. თუმცა ის აშკარად ხედავს, რომ ეს ყველაფერი მისთვის რაღაცა ტახტის მოსამზადებლად უნდა მოხდეს, რომ ის მერე ტრიუმფალურად შემოვიდეს საქართველოში, იმიტომ რომ ის ჩამოვალ, არ ჩამოვალ, აი როცა დრო იქნება ჩამოვალ, ჯერ დრო არ არის ჩამოვალ. ანუ ბოლო-ბოლო როდის გაირკვევა თქვენი დღის წესრიგი, ანუ თქვენი პარტიის და სააკაშვილის დღის წესრიგის სიქროში ერთმანეთთან თუ რამე აცდენა. დიახ, არის მჭიდრო კომუნიკაცია, ბუნებრივია, გარკვეულია. შესაძლებელია რომ სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება გზავნილებს შორის აცდენები, მაგრამ ამასაც ეშველება, მაგრამ თავარი ხაზი რომელის ატარებასაც ჩვენ არ თუ ვცდილობთ უკვე დავკავდით სერიოზულად, არის მაქსიმალური კოორდინაცია და კონსოლიდაცია ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიისა და არა მხოლოდ პარტიებისა, ოპოზიციოდ განწყობილი აქტიური ადამიანებისა. სულ ბოლო კითხვა შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. თუ აი ამ დიდ მიზანთან წინააღმდეგობაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, განცხადებები, ასეთ შემთხვევაში არჩევანი საით გადაიხება, არის თუ არა, თქვენ პირადად რას ფიქრობთ? პარტიის სახელით არ ვიცი რამდენი. დარწმუნებული ვარ რომ არ მოვა, დარწმუნებული ვარ რომ არ მოვა, აი ეჭვი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ რომ არ მოვა, მაგრამ თუ მაინდა-მაინც მოვიდა, ისე დავჭერთ ოპოზიციაში და ესე იქნება და ეს, რაც გამორიცხულია რომ ასე იყოს, მაგრამ თუ მაინდა-მაინც თქვენ მეკითხებით პასუხიც მინდა ზუსტად ისეთივე გაგცეთ, როგორიც თქვენ გინდათ, ხო? შესაძლოა. არა, მინდა ის მიპასუხოთ, რაც ფიქრობთ, რომ არ ვარ გამორიცხავ ასე მოხდეს, გამორიცხავ. თქვენთანაც იყოს რაღაც დინებები პარტიაში. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ვის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მართლა ესმის რა არის დღეს საჭირო ქართული პოლიტიკისთვის და როგორ არის საჭირო. მაგრამ ეხლა თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ რომ ეს თუ არ მოხდა რა იქნება თუ მეკითხეთ მეგეუბნებით რომ ისევ იქნებით ოპოზიციაში და ისევ იქნება ვიღაცა მილიონერი ფეოდალი მაჟორიტარობის კანდიდატი წარდგენილი დმანიში ოქრიაშვილის საკით და ის მოიგებს არჩევნებს იქ და ისევ შეიყვანენ უმრავლესობით თუ ასე გაგრძელდება ეს არ გაგრძელდება გამორიცხულია და ამის ნათელი საილუსტრაციო შედეგი დაფიქსირდა ეხლა გასულ არჩევნებზე მართლაც ძალიან წარმატებული მიუხედავად იმისა რომ მოგყარეს მიუხედავად იმისა რომ დავჩაგრეს მიუხედავად იმისა რომ უკადრებელი იკადრეს მაინც ეს იყო ალბათ გარდამტეხი მთავარი ფსიქოლოგიური მომენტი გულისხმობის შემდეგს რომ ბევრი იყო ჩვენ შორის დაკომპლექსებული და ეგ უმართლეს 27-28% აი რომ გაგიჟდეს ოპოზიცია ამაზე მეც ვერ იგებს ხო და პირველ ტური მოიგო და მოიგო რომელ არჩევნებში სადაც რწმენა ძალიან ბევრს არ ქონდა რომ რაღაცა მნიშვნელოვანი იცვლება ეხა მთელი კამპანია ეხა არაფორმალური ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაჟორიტარების კონფიგურაცია თორე პროპორციულში რა თქმა უნდა ოპოზიცია მოიგებს სოფო და ქალაქ და ეუბნებოდნენ გრიგოლ ვაშაძე რომც გახდესო პრეზიდენტი მე ხო პროკურორი ვარ და რჩებიო პოლიციის უფროსი ხო ვარ და რჩებიო ყველაფერი და ამიტომ ნუ შემოხვა ჩემთან კონფლიქტში ამიტომ ბევრი ჯერ კიდე მაინც ვერ აინთო იმიტომ რომ ვერ იწმონა ხა ჩვენი ბრალი იყო თუ რისი ბრალი იყო ამას ახლა მოდით არ შევიხოთ ამ წუთას მაგრამ ფაქტია რომ საერთო ეროვნული არჩევნები საპარლამენტო კიდევ უფრო სხვა იქნება იქ ძალიან ყველაფერი დაიდება სასტურზე დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ბიზნესმენიშვილი ამ ქვეყნის ისტორია დარწმუნებული თუ კი რამეში ვარ ამაში ვარ რომ არ დასრულდება წერტილს ბიზნესმენიშვილი ამ ქვეყნის ისტორიაზე ვერ დაუსვენ დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი